ძალიან სურეალიზმში ვარ მე. ეგეთ კნოზინავს ხუში გართული იმები თორე აფი არის მის რაკეტოს ხრინავს. ტარანტინოს ყველა ფილმი მიყვარს ვაფშე. 9. ტარანტინოს ყველა ფილმი მივასწრე. ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველა ძალიან მივასწრე. ტარანტინოს ფილმებიდან საუკეთესო ალბათ არის ჩემთვის პრინციპში Pulp Fiction-ი, მაკულატურა. მეორე ალბათ Kill Bill-ი. მესამეზე გავიყვანდი მე პირადად ერთხელ ჰოლივუდში, იმიტომ ძალიან მევასება. მეოთხე Inglourious Basterds. მეხუთეზე Django. არა, მეხუთეზე Django-ც გაიგე. კაი, მეხუთეზე იყოს Reservoir Dogs-ი. მეექვსეზე Django. მეშვიდეზე Hateful Eight, მერვეზე Jackie Brown-ი და მეცხრეზე ის აკია ულტრასაირო თამაშობს. კასკადიორი როა რა. სახელი დამოვიწყდა ამ ფილმს. ეგ იყოს მეცხრეზე და იმედია მე 1000-საც გადაიღებს რომ პირველზე დავაყენებ. მაგრამ Pulp Fiction-ს ძალიან ძნელია ვაჯო. 4-4 არა ფილმი ტარანტინოს ერთი პატარა ისაა გადაღებული. ოკეა. ნოველა. Yeah. ბობი ჩალტონის რო გეთქვა ვარი და თამაშგარს ნახავდა ავტომატური სისტემა იქნება მალევე დაგიჭირდა. კი, რატო არა? ანუ ბობი ჩალტონი ეპოქაში ცხოვრობდა, სადაც არსებობდა ტელევიზია. და კომპიუტერები იყო უკვე 60-იან წლებში. კი, ოთახის ხელა იყო ეს კომპიუტერი, მაგრამ იყო. ასე რომ მარტივი წარმოსადგენი იყო დანახვა იმისი, რა საჩება წავიდეს ეს. მაგრამ მე-15 საუკუნეში მცხოვრები ტიპისთვის, რომელიც 20 წლის ასაკში კვდება, იმიტომ რომ გოგო მოგბინა, ან იმან ხოჭომ რაღაცა დაემართა უბედურება, ან წყალი დალია, სადაც დიზენტერიით მოვდა და 29 წლის ასაკში ბებრად ითვლება და ყველაფერზე შინია გარშემო, იმიტომ რომ მოგდეს საჭმელს ჭამს და ხორცი არა აქვს, ენატრება რომ ხორცი ჭამოს. სანთლის შუქი არის ტექნოლოგიის პიკი. მაგ ტიპს ახლა რომ მობილური ტელეფონი რომ YouTube-ი ჩაურთვა, გამოყლევდება, ადგება და კოცონზე შეგწოვს ეგრევე როგორც იმას აქვია, ეშმაკის მოციქულს. აგეთა ის ტიპი ბევრად გაუგნებული იქნება ვიდრე შენ 500 წლის მერე. ხო და ნახე კარდაშევის სკალაზე ერთ ლეველზეც რო არ ვარ და წინაა ყველაფერი, ხო, მაგრამ კარდაშევის სკალა ხო გაქვს. მე-15 საუკუნის ტიპს კარდაშევის სკალა არ აქვს. წარმოდგენა არ აქვს არც პირველ ლეველზე, არც მეორეზე, არც მესამეზე და შენ იცი, შენ გაქვს კარდაშევის სკალა და წარმოგიხო წარმოსახვაში გაქვს დახატული პირველი ლეველის, მეორე ლეველის, მესამე ლეველის. რომ მიაღწიო მესამე ლეველს კი, ტექნოლოგიურად ძალიან დიდი პროგრესი იქნება, მაგრამ წარმოდგენაში გქონდა ეგ, რომ მაგას მიაღწევდი, ადრეთუგვიან. ლუი მე-14-ს გამოყლევდებოდა ოქტოპუს ლაივი აქ ერთკვირიანია. ჯერ ლაივი რა არის არ ეცოდინებოდა, ვერ მიხვდებოდა. მე ერთი კვირა იმათთან წვანაად იყო ცოტა ლუდოვიკოს დროს როგორც მახსოვს. საფრანგეთში სხვანაირ კანალები ჰქონდათ, არ იყო ეს 7 დღიანი კვირები. მაგრამ თალკე მაგაზე გამოყლევდებოდა და თალკე კიდე იმაზე რომ 8 ფეხას როგორ შეიძლება, რა უხსნიდი მე 8 ფეხა როგორ შეიძლება ვიღაცას დაენახოს და ელაპარაკოს რაღაცა. რატო რას ვფიქრობ შენ უსასრულობაში გალიაში 100 მაიმუნი რომ ჩასვა და პიანინო ჰქონდეთ რაღაც დროის შემდეგ შეიძლება მოცარტის სიმფონიის დაკვრას? კი. ეგ დაჟე მილაპარაკე ეგეთს მithkoms კიდეც. ასე თეორია რომ შეიძლება კი. ეგ მithქვი ეგ დაჟე მე ორშაბათობას ვლაპარაკობდი ზუსტად მაგ თეორიაზე რომ უსასრულო დროის განმავლობაში მე ვთქვი რომ მაიმუნი შექსპირს დაწერს თქო. მაგრამ რო აკაკუნებინო იმაზე რა ქვია საბეჭდ მანქანაზე რო აკაკუნებინო მაიმუნს, მისცე საბეჭდ მანქანა მაიმუნს, ოდესმე შექსპირს დაწერს. თანამედროვე კი არის თეორია, მაგრამ ალბათ ეგრეა. 100 მაიმუნი რა თქმა უნდა უსასრულობაში ერთიც ეყობაო. კი ბატონო მართალია ენტროპი, რომელსაც ყველაზე სამეცნიერო სახელი ქვია. 20 წლის ასაკში რომ დავბრუნდი, რამე რას შევცვლიდი. 20 წლის ასაკში არ ვიცი. 20 წლის ასაკში არ ვიცი, მაგრამ თუ წარსულში შეიძლება რაღაცებს შემეცვალა, შეიძლება არ შემეცვალა. თუმცა რაღაცები არა, ეს მიფიქრია, რომ სხვანაირად გავაკეთებდი. მაგრამ მაგას არ ვიტყვი. ვერ ვიტყვი ძალიან პირადული. შეუძლებელი მგონია, ანუ ეგ მაიმუნის თეორია? არა, ანუ ნახე დაფიქრდი, უსასრულობა არის, ანუ დრო არ არის. და შესაბამისად
უნდა იფიქრო, რომ ეს მაიმუნი უსასრულო დროის განმავლობაში ახლა ნაკაკუნებს ამ საბეჭ მანქანაზე. ესე იგი დაუთვლელი რაოდენობის, უთვალავი რაოდენობის ასოების რახარუხია ამის მიერ დაწერილი. სადღაც შესაბამისად დაემთხვევა ისე, რომ ჰამლეტს დაწერს სიტყვაზე რა. ანუ ნახდათ ეგრე მოხდება. იმდენი ვარიანტია, რომ ამან წეროს ეს, რომ სადღაც ჰამლეტს დაწერს, სიტყვით ჰამლეტს გაარტყამს რა. გაარტყმა იქნება მეტი კი არაფერი. მაგრამ სიტყვით ჰამლეტს დაწერს სადღაც რა. იმიტომ რომ არის უსასრულობაში არის უსასრულო რაოდენობის ვარიანტი და უსასრულო რაოდენობის ვარიანტში არის ჰამლეტიც. ისევე როგორც აი ის რო არის. კარტის 42 ბანკოიანი დასტა რო აიღო და აურიო ერთხელ რო ნაღდად ის არის რა ქვია შენ ხარ პირველი ადამიანი რომელიც ამ იმას დასვამს ვარიანტს 42 კარტის რომ არავის ეს არ დაულაგებია იგივეა ზუსტად ისიც რა იმდენი ვარიანტია უსასრულობაში არის უსასრულო რაოდენობის ვარიანტი და უსასრულო რაოდენობის ვარიანტში არის შექსპირის რაღაცა პიესაც სიტყვაზე იქნება სულ ერთ ღილაკს აჭერს. არა, ეხლა სულ ერთ ღილაკს არ უნდა აჭერდეს, მაგრამ მუღამი ისაა, რომ ეს რაღაცებს ატყაპუნებს რა ხელებს. სულ ერთ ღილაკს არ აჭერს. სულ ერთ ღილაკს თუ აჭერს, მაშინ სულ ერთი და იგივე ასო იქნება დაწერილი ყოველთვის. ტექნიკის ულიმიტო მარაგი რომ მივცე მაიმუნს შეიძლება სხვა პლანეტაზე გამხდარ აკეთა შექმნას. ხო, რა თქმა უნდა. ანუ უსასრულობაში ყველაფერი შეიძლება ეგ რა. ანუ მანდ არის ეგ თეორია ასე ვთქვათ. არის რეალურად არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ დროის ძალიან დიდ მონაკვეთში ყველაფერია შესაძლებელი. და ნუ უსასრულობა რა თქმა უნდა დროის ძალიან დიდი მონაკვეთი. აი ძალიან ცუდი კითხვაა, რომ შეგეძლო მხოლოდ ფეხბურთის ყურება, ან მხოლოდ მუსიკის მოსმენა მთელი ცხოვრება რომელს გააკეთებდია. ძალიან ცუდი კითხვა. არ ვიცი. ალბათ არ ვიცი. ეგ ორი ისეთი რაღაცა არის გარშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ხო არა მუსიკის და იმის გარშე ანუ ორი რაღაცა ის გარშეც ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მუსიკა და ფეხბურთია და ალბათ სწორი იქნება რომ ფეხბურთი ავარჩიო. იმიტომ რომ ჯერ ესეთი საჭმას მაჭმევს ეგ. მუსიკის მოსმენით ხელფას არავინ მიხდის მუსიკის მოსმენაში. და იმის გჯერა რომ მაიმუნებიდან წამოვედით ჩვენ. მაგისით ეხე ადრე მithქვამს ეგ და ბერჯო სულ გავიმეორებ. ეგ არ არის მჯერა არ მჯერას საკითხი. ეგ არის რაღაცა იცი ან არ იცი. არ შეიძლება ევოლუციის თეორიის გჯეროდეს. ევოლუციის თეორია ან იცი ან არ იცი. ევოლუციის თეორია არ არის დაჯერება არ დაჯერების საკითხი. ფაქტია. იმენა ფაქტი არის. იმიტომ ევოლუციის თეორია თუ ტყუილია, მაშინ მეცნიერება რომელიც ახლა გვაქვს ბიოლოგიიდან დაწყებული, ანატომიით დამთავრებული, ყველაფერი ტყუილი ყოფილა. და არაა ტყუილი. იმიტომ რომ მაგალითად წამალს რო სვამ, ის წამალი მუშაობს. ის წამალი იმიტომ მუშაობს, რომ ბიოლოგია და ანატომია მეცნიერება რომელიც გვაქვს ზუსტია და სწორად ვიცით რაღაცეები და ესენი რომ სწორად ვიცით, იმიტომ ვიცით რომ ევოლუციის თეორიაც სწორი არის. ანუ არ არის დაჯერება არ დაჯერების საკითხი. და ევოლუციის თეორიის მიხედვით კიდე მაიმუნი და ადამიანი არ წარმოშობილა. ეგ არის ტყუილი. ადამიანი და მაიმუნი ერთი წინაპარი ყავდათ საერთოდ. მე გაიყო მუტაციის შედეგად გაიყო გზებიდან წამოვიდა მაიმუნი თანამედროვე და წამოვიდა ადამიანი. ცალ-ცალკე. თორე მაიმუნისგან არ არის ადამიანი წარმოშობილი. საერთოდ ერთი წინაპარი ყავდათ. ისევე როგორც ძაღლს და მგელს ყავდათ საერთოდ წინაპარი. რაღაცა არსება იყო. მგელძაღლი, დიდი მგელი. მე გაიყო. წამოვიდა აქეთ მგელი, აქეთ ძაღლი. ანუ ის მგელი, აი ეს ამარსების რაღაცა ტიპები, რამდენიმე ტიპი ამარსების ადამიანთან მიდიოდნენ და იმის ნარჩენებს ჭამდნენ. მერე ადამიანმა დაუწყო საჭმლის დატოვება და ეს ტიპი ნელა ერთი თაობის 2, 3, 4, 5, 1000, 20,000 თაობის მერე გადაიქცა ზაღლად. ეს დარჩა აქეთა წამოვიდა და დარჩა ველური და არის მგელი. ასე რომ მაიმუნისგან არ წარმოშობილა ადამიანი. არსებობს ბუნებრივი გადარჩევა, არსებობს ხელოვნური გადარჩევა, იგივე ევოლუცია ძაღლის ვარიანტიც. ხო? ხო, ძაღლი ბუნებრივი ევოლუციაც არის და მე ხელოვნურიც. ანუ ძაღლი არის ბუნებრივი და ხელოვნური, ერთდროულად ორივეა. იმიტომ რომ ჯერ ბუნებრივი ევოლუცია იყო, იმიტომ რომ მგელი რომელიც შეეჩვია ადამიანებს ის თაობების და
ძალიან დიდი წლების მერე, ათასობით წლების მერე ნელ-ნელა გადაიქცა ძალად და მერე ის არსება უკვე ძაღლი ხელოვნური გადარჩევის შედეგად ჩამოყალიბდა ბევრი სხვადასხვა ჯიში ძაღლების. მაგიტოა რომ რაღაცა საერთო წინაპარი რო ყავდათ ძაღლებს და მგლებს, იქიდან პუდელამდე მივიდა ტიპი და იქამდე შიცუნდე და რაღაც ტერიერამდე, ამ ხელა ძაღლამდე. ეგ უკვე ხელოვნური გადარჩევა იყო. და ბუნებრივი იყო ეს პირველი ძაღლი. კალა. წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს რომელ ომს ნახავდი ლაივში. დიდგორს. დიდგორს? სასწავლო ბრძოლა. აბა? ომი. ომი და ბრძოლა, ხო, ომი ის უნდა იყოს ტანკებით აუცილებლად თუ რა? არა, ნუ პროცესი უნდა იყოს მაგაზლი ალბათ რა. ეხლა 3 წელი ნომაყურებინებ ომში. უცებ რა. 3 საათიანი ფილმი. კონსტანტინოპოლის დაცემას მაშინ. ეგეც ბრძოლა იყო პატარა, მანდ დაეცა. კონსტანტინოპოლის ტატო ტიტული რომ ლოგინზე გაგორებული ფოტოები აქვს მარტო მე არა მეც პატარა მე არ მაქვს ეგეთი. პატარა რომ თვეების იმენა არა იმენა სექსი ფოტოები მაქვს. ძალიან საყვარელი ბავშვი ძალიან და ძალიან აქტიური. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მე ამოვიდი შენ დაწვი მაგის მე გაჩერდა და კარტექს ასე შეეცვალა რა ტიპაჟი. ძალიან სახლის გახდა რა, კომფორტის ზონის ტიპი. და ვერ შემოაცევდი სახლში, სულ გარეთ იყო. თანამდე? ხო, მეზობლებიდან ჩამოყავდა ხოლმე ღამის პირველ საათზე. მართლა? და მოლაპარაკე და ბავშვობაში ძალიან გამართულად ბაზრობდა რა. მე რომ უყურებდი ხოლმე რა ქვია. აი ხო საბავშვო გადაცემებია და ბავშვები ძლივს ბაზრობენ. აი ეს არის ზე მოდის там და აი რა დებილობს რომ ვერ წარმოგიდგენ რომ ლუკა ეგრე ლაპარაკებდა. არ მეთქი რომ მივიდეს იმ ბავშვებთან შედარებით მეთქი ხა ლუკა უნდა ლაპარაკოს ესე თქო რა იმიტომ რომ ძალიან დებილად ლაპარაკობდა მართლა. მე სადავული არ ვიცი. მამა შემოვიდა პლანშეტი. როგორ პლანშეტი იყო იცი? ჩემი კარგი რომ მოგწე რომ აი პლანშეტი რომ დაგაჭერებდა ხელში, ორ წუთში დალეწავდი. ისეთი ედავდა რა, აი ეს ბიჭო ეს ნერვები მაგას გამოიმუშავა. იმენ თუნდაც თელ დღე ეკავა ხელში ეკლეობა. მე 5 წუთი ვერ უძლებდი რომ მინდოდა რომ დამელეწა. ორ შედი შენ. მე მან პლანშეტით იმას რაღაცა ძენ ბუდისტი გაიჩი. ხო, რაღაცა ახალი მიმდინარეობა. მოლაპარაკე მაცივარი მრჩევნია, მოლაპარაკე უმიტას, იმიტომ რომ მოლაპარაკე უმიტას კარგი არაფერი ექნება სათქმა. მრჩევნია ლადარში მილიარდი მოიგო ცხოვრება 20 წელი გაიხარეს. მრჩევნია მილიარდი მოიგო. 20 წელი რო გავხარებიო ცხოვრება შეიძლება უყლებესი 20 წელი იყოს. რაც შემოკლეთ მინდა. 20 წელი შეიძლება ციხეში გავატარო, ან ტყვეობაში, ან ავადმყოფობაში, ან ლოგინად ვიყო ჩავარნები და მრჩევნია მილიარდი მოიგო რა თქმა უნდა. ის 20 წელი როგორ იქნება კაცმა არ იცის. ვაიმე ჯეკი ჩან მართალია რა ყლევარ ჩემი კარგი რა დაკეში კიტან ფოზი შვილები იყო ბოდიში დავაბრუნოთ უკან ჯეკი ჩანი რა თქმა უნდა ჯეკი ჩანი ჩემ ერთ-ერთი ფავორიტი ადამიანია ვაფშე რა დაკეში კიტან ვა საერთოდ გამოვყოლედი მეძინება ჯეკი ჩანი რა თქმა უნდა ჩემი ბავშვობაა და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტიპია ვაფშე მოკლედ მესი მორისონი, მერკური, ლენონი, ჯეკი ჩანი, ანგუს იანგი, პინგვინი კოვალსკი. ეგ არის სია. ბრიუს ალი არა ისე ჯეკი ჩანი. ჯეკი ჩანმა გამოგვიწვა. კაი მიზეზია გაგვიწების სუსინდისო. სტილით ამ გაგვიწავდა. ჯეკი ჩანმა ხელი გაუს. აუ რანაირად ეს როგორ გაუსწო. ვირო ხელს დაიზიანებს, შეიძლება ძალიან ყლებურად გიდოს. ხო.
აი ეს ხილი. გზნობ вообще, ხელს. გზნობ. ამას გზნობ. თავიდან არ გაუწევ.